დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ გიორგი ახობაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ თითქმის 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ ახობაძემ მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულო ცნო. ორგანიზაციის განცხადებით ახობაძესთან მიმართებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც დაცულია ადამიანის თავისუფლების უფლება. მისი შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაცვის მხარე მუდმივად საუბრობდა საქმეში მტკიცებულებათა არარსებობაზე და შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების მით უფრო უმკაცრესი ზომის პატიმრობის შეფარდების აბსურდულობაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით აუცილებელია სათანადო ორგანოების მყისიერი რეაგირება გიორგი ახობაძის საქმეზე, მით უფრო რომ ყველა პირი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, იდენტიფიცირებულია. პატიმრობა როგორც შიდა საკანონმდებლო, ისე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საქმეში სათანადო მტკიცებულებები და შესაბამისად გონივრული ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საფრთხე შეუქმნის გადაწყვეტილების ახსრულებას. ამასთან არსებობს ვალდებულება, რომ წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი. გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლომ 8 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გამომართლებელი განაჩენი სწორედ სათანადო მტკიცებულებების არარსებობას დააყრდნო და თავადაც დაადასტურა მისი უფლებების უხეში დარღვევა და საქმის პოლიტიკური მოტივი. გარდა ამისა, ქართული ოცნების წევრების მიერ გიორგი ახობაძესთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. უდანაშაულობის პრეზუმპცია უკანონო პატიმართან მიმართებით არაერთხელ დაირღვა. 8 თვის განმავლობაში საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი მტკიცებულება, მოწმეთა ჩვენება. საქმეში არც ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი კადრები არსებობდა, რომელზე დაყრდნობითაც ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ პროკურორი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის ეტაპზე და მეორე მხრივ მოსამართლე პატიმრობის შეფარდების დროს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახობაძე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გაჩხრიკეს. შესაბამისად ჩნდება გონივრული ეჭვი შესაბამისი უწყებების კოორდინირებულად მოქმედებაზე, რასაც შედეგად გიორგი ახობაძის უკანონო პატიმრობა მოჰყვა. პროევროპულ საპროტესტო აქციებისას დაკავებული ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულო ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ახობაძე სასამართლოს ხტომათა დარბაზიდან იმავე დღეს 6 აგვისტოს გათავისუფლდა. ის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობდა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.